როგორ აფასებენ საქართველოში დღეს შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას მოქალაქეები? ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია და თემაზე ჟურნალისტ, მწერალ და საზოგადოებრივი ცხოვრებით ძალიან დაინტერესებულ ადამიანთან ირაკლი მაჩიტაძესთან ერთად ვსაუბრობთ. ირაკლი, საღამოშიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი სტუმარი. მე ვიცი რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივარი. ხართ აქტიური მოქალაქე, გაგაჩნიათ თქვენი პოზიცია და საინტერესოა თქვენი შეფასებები. როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას? გვაქვს თუ არა სახეზე პოლიტიკური კრიზისი? კიდევ ერთხელ მივესალმებით ტელემაყურებელს. მდგომარეობა რასაკვირველია საგანგაშოა და ეს კრიზისი კიდევ ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება. და ამას ხელს უწყობს თვითონ ხელისუფლების ქმედებებიც, მათ შორის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რაღაც ისტერიულობის ელფერი დაკრავს, განსაკუთრებით რა ვიცი, ხან შეიძლება გაგეცინოს კიდევაც ამაზე, მაგრამ ეს ბოლო კამპანია, რაც წამოიწყეს, რომ შეურაცხყოფის გამო ხალხს აჯარიმებენ, ჯარიმა ერთია და ციხეში ხო, ეს რაღაც ძალიან უცნაური ამბავია, მინდა გითხრათ, ერთი უცნაური, მეორე კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ როგორი სიტუაციაა წარმოიდგინეთ ახლა ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მოხვდები რაღაც საზოგადოებრივ სივრცეში და უყურებ ადამიანებს და იცი რომ სიამოვნებით შეგაგინებენ უბრალოდ დაჯერის ეშინიათ და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მე არ ვიცი, არ ყოფილი ვარ ეგეთ სიტუაციაში და მგონია რომ ძალიან ცუდად. ბატონო ირაკლი, დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, ზუსტად გავაკეთებ ციტირებას, რომ მესამე სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი გამარტივდეს. ემატება პუნქტები ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ, ანუ გაამარტივეს მექანიზმი, რომ რაც შეიძლება უფრო ადვილად მოხდეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება და ერთ-ერთი პირველი ამ მესამე ქვეყნებიდან ცხადია ჩვენა ვართ და ვიგულისხმებით საქართველო და თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ ქმედებით იხურება თუ არა ევროპის კარი საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ, ვექტორის შეცვლამ, ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებმა მივიყვანეს აქამდე და რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი უბრალო ადამიანების ჯიბეზე, რომელთა ოჯახის წევრებიც უცხოეთში არიან გადახვეწილი უკმაპურის საშოვნელად. ევროპის კარი დაიხურა ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ქართულმა ოცნებამ მოიპარა არჩევნები. ეს იყო ამოსავალი წერტილი, მას შემდეგ რაც ხდება, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი საკმაოდ ინერტული ორგანიზაცია, რაღაც პროცედურების გავლას დრო სჭირდება და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ამბიდან გამომდინარე. მე ძალიან წუხილით მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია ველოდებოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს ამბავი მოხდებოდა, ანუ ჩვენ დავკარგავდით ევროლიბერალიზაციას და ეს ბოლო ცვლილებები, რაც მიიღეს, არა მარტო ჩვენ მოვიაზრებით, არამედ პირველ რიგში ჩვენ მოვიაზრებით, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ცვლილებებს წინ უძღოდა პოლონეთის ოფიციალური განცხადება, რომ ისინი ლობირებენ პირდაპირ უმრავლესობას აგროვებდნენ, არავის აუმალავს განაცხადებს. არავის დაუმალავს და მithumetes რომ პოლონეთის თავმჯდომარე ეხლა და მოკლედ არ ვიცი ეს როდის მოხდება, ალბათ შეიძლება 1-2-3 თვე მაინც დაჭირდეს ამ პროცედურებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას დავკარგავთ და ეს რასაკვირველია აისახება ყველაზე მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე, ყველა ადამიანის ჯიბეზე, ბიზნესზე, ყველაფერზე. რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს ეხება, მაგრამ ამას ეს მოსალოდნელი იყო, მოდი ესე ვთქვა. ბატონო ირაკლი, რა ეშველებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ დაბადებულან საბჭოთა კავშირის საქართველოში, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ, დაიბადნენ, მიიღეს განათლება და მიიღეს განათლება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, ევროპასა და ამერიკაში. იმ ახალგაზრდების ბედი როგორ გესახებათ, რომლებმაც ნახეს როგორია თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრო და ვთქვათ იმ ღირებულებებით ისარგებლო, რასაც შენი მეგობარი ევროპელები გთავაზობენ. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოების ამ ნაწილს მთელს სპექტრს ახალგაზრდობისას განიხილავს როგორც მტრებას და
ეს ძალიან უსაური სიტუაცია პრინციპში, ხო? ჩამოყალიბეთ ქვეყანად, რომელშიაც მთელი თაობა გამოცხადებულია მანქურთად, მოღალატედ, უსამშობლოდ და ასე შემდეგ. თან ეს არის თაობა, ახალგაზრდა თაობა, რომელსაც გააგრძელოს ამ ქვეყანაში არსებობა, ხო? მდგომარეობა ერთდროულად კატასტროფული და ტრაგიკულია და მეორე მხრივ გამოსავალიც რო გითხრათ სიმართლე ახლოს პერსპექტივაში. ეს უნდა მეკითხა ახლა რა შეხედავთ გამოსავალს? არჩევს თუ ესე გაგრძელდა, თუ ეს პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა, მე ადრეც მithქვამს და მაშინ მითხეს რომ აი ძალიან პესიმისტურ ხო პროგნოზებს აკეთებ, მაგრამ სამწუხაროდ ეს შემთხვევაა, როდესაც არ მინდა, მაგრამ პესიმიზმი ალბათ გამართლება ჩემი ამ თაობაში უბრალოდ დავკარგავთ. ბევრი მათგან უბრალოდ წავა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ არსებობდე იმ გარემოში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში გაიზარდო, დემოკრატიის პირობებში გაიზარდო, იქ სადაც ავია თუ კაია, დაცულია, ასე ვთქვათ, მინიმუმ გამოხატვის უფლებები და კონდეს გასაქცევი და არ გაიქცე და მე როგორც შობელი და განიცდით ამ ამას სასაკვირველია და განვიცდი არა მარტო როგორც შობელი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ამ ქვეყნის დასასრული, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავკარგავთ თაობას, რომელმაც უნდა შექმნას მომავალი ამ ქვეყნის, ნუ მაშინ რისთვის გვიცხოვრია. ბატონო ირაკლი, ვერაფრით ვერ აუვლი გვერდს იმ ინფორმაციას, რომელიც დღეს გავრცელდა და მაინტერესებს თქვენი შეფასება და აზრი ოცნების მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სექტემბრიდან, როგორც განაცხადეს, თვითონ თავად მთავრობა შეითავსებს და მე მაინტერესებს ერთ ჩვეულებრივ რიგი ჟურნალისტს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუ ახლა როდესაც ხელისუფლება რაღაც ნაბიჯს დგამს, შეიძლება დაიჭირო ლოგიკა, თუნდაც ეს ლოგიკა იყოს არა შენის აზრით მტრული, არასწორი, მაგრამ ლოგიკა არსებობდეს. ამ შემთხვევაში ლოგიკა არ არსებობს. იმიტომ რომ უშუალოდ საბჭოს გაუქმება მაშინ, როდესაც რეგიონში ორი ომი გაქვს და პლუს მესამე სახელმწიფოსთან ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფები. აი ეს არ ვიცი. რამდენად გონიურული გადაწყვეტილება. ჩემის აზრით ეს არის უბრალოდ დირექტივა კრემლიდან. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ სავარაუდოდ კრემლში მოიჩვენათ, რომ ეს უშუალოდ საბჭო არ არის ის ორგანო, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოში, რომელიც შეიძლება ხიფათი შეუქმნას უსულ ინტერესებს რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში, ამიტომ პრევენციის მიზნით აუქმებინებენ ქართულ ოცნებას. ბატონო ირაკლი, საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, ორად არის საზოგადოების აზრი დღესდღეობით გახლეჩილი მოსალოდნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ნაწილი ოპოზიციური პარტიების აცხადებს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა ეს იქნება აღიარება ამ ხელისუფლების და ესე ვთქვათ ის პროტესტი, რასაც გამოხატავდნენ ერთობლივად ეს ოპოზიციური პარტიები მასთან დაკავშირებით, რომ არ არის ეს ხელისუფლება ლეგიტიმური და მან არჩევნები მოიპარა, იყრება წყალში. არის მეორე ფრთა ოპოზიციის, მე ასევე მოვიტან ციტირებას, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნის გათავისუფლება და დეოკუპაცია რუსული ხელისუფლებისგან უნდა დაიწყოს სწორედ თბილისიდან და აცხადებენ, რომ ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი პლატფორმის შექმნა, რომელშიც გაერთიანდება ყველა, ვისაც არ უნდა ეს რეჟიმი. ნუ ეს განცხადება გაკეთდა ძლიერი საქართველოს ლიდერების მიერ, ბატონმა ხაზარაძემ გააკეთა, რომელსაც ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელმეორედ იბარებენ წულუკიანის კომისიაში, რაზეც უარი განაცხადა ბატონმა ხაზარაძემ, მისვლაზე და სავარაუდოდ მასაც ალბათ დააკავებენ, უმერთმა ნუქნას, მაგრამ პროგნოზი როგორც თვითონ ამბობს ასეთია. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუნდაც იმ მოტივით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თბილისი ეს ცენტრი საქართველოსი და გული უნდა ვთქვათ გამოვგლიჯოთ ხელიდან ქართულ ოცნებას. რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში არჩევნებში ქართულ ოცნებას თბილისი გამოვგლიჯოთ ხელიდან? ეს ისეთი საკვართული საკითხია და ორივე მხარეს რაღაც არგუმენტები გააჩნია.
მე ჩემას გამოთქვა, მაგრამ არა წინასწარ ვაფრთხილებ ყველას, რომ არა მაქვს პრეტენზია, რომ ეს ჩემი აზრი არის რაღაც ჭეშმარიტება. მოდი ესე დავიწყოთ შეიძლება. დღეს იყო 2024 წელი. დიახ. და ჩვენ ველოდებოდეთ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ ვინო ხერი, ყველა ხელებაწეული ვამბობდით, რომ არჩევნებში გასვლას აზრი აქვს, უნდა მოიგოს ოპოზიცია, უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა და ეს ამბავი, ეს რაღაც არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში, მაგრამ მას შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა ქვეყანაში. არჩევნების გაყალბება, ქართული ოცნების მიერ დაანონსებული დაჭერები და პარტიების გაუქმების ანონსირება და ბოლოს უამრავი პოლიტპატიმარი ციხეში, შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე, შეტევა არასამთავრობო სექტორზე, ეს ყველაფერი ხო ვნახეთ. ასე რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც რაღაცა პროცენტი მაინც არსებობს, რომ ამ ბრძოლაში შენ გაქვს წარმატების შანსი. ეს იგივე ახლა ფეხბურთის სათამაშოდ გახვიდე და მეორე მხარეს ფეხბურთელების მაგალითად დაგვდეს სპეცნაზი, ხო? სისულელია, ხო, ესე პირობებში. ყველა ჩემი რესპონდენტი, რომელიც მობრძანდებით ხოლმე სტუდიაში და ამ სიტუაციას განიხილავთ, მაგალითისთვის ყველას ფეხბურთი მოყავთ. ხო, ну, ყველაზე ესეთია პოპულარული თამაშია. რავი, აბა მეორეს მხრივ მეორე მხარის არგუმენტი ის არის, რომ თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, ან მიიღებს ნაწილი ოპოზიციის, ეს ამან შეიძლება რაღაცნაირად ოცნების წისქვისა დაასხაცხა. ჩემის აზრით გამოსავალი, ეს აზრი გაჟღერდა და ამიტომ ეს არის ჩემი პირადი აზრი, გამოსავალი არის ის, რომ შეიქმნას რაღაც ალტერნატიული მთავრობა თუ ალტერნატიული პარლამენტი თუ რა ვიცი რაც დაარქვა და ალტერნატიული არჩევნები. გახსოვთ ხო, გამსახურდია სანამ მოვიდა და ხელისუფლებაში, მანამდე იყო რაღაც ეგეთი ცდელობა. მაშინ არ გაამართლა სხვათა შორის, მაშინ გამსახურდია შევიდა კომუნისტებთან საარჩევნო წინააღმდეგობაში და გაიმარჯვა, მაგრამ ის რაც ერთხელ მოხდა, ავტომატურად დანიშნავს, რომ მეორეჯერ მოხდება. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია საარჩევნო თვალსაზრისით. ესეთ ძიმე სიტუაციას არ ქონია თუ არ ჩავთვლით ასლან აბაშიძის დროინდელ აჭარას. ესეთი დამოკიდებული საარჩევნო ადმინისტრაცია და ესეთი ფარსი არასდროს არ ყოფილა საქართველოში, დამოკიდებული საქართველოს გულისხმობ და ამ პირობებში არჩევნებში შესვლა, რავი, აბა ძალიან თულა წარმომიდგენია, რომ აზრი გქონდეს. მე გაგახსენებთ ეს როგორი ადმინისტრაცია გვყავს საარჩევნო ადმინისტრაცია გაგახსენებთ რომ მოითხოვეს რომ იარაღი უნდა ვატაროთ იმიტომ რომ ხალხის ქვეშინია ეს არის ადმინისტრაცია რომელსაც ხალხის ეშინია და იარაღით იცავს საკუთარ თავი დავანებოთ ახალი კანონმდებლობით გონი პირადობის დამადასტურებელი მოწყობაც არ ჭირდება ამორჩეულს ხო ნუ ეს იქნება არჩევნები წარმოვიდგინოთ როგორი არჩევნები იქნება ხო ეს იქნება არჩევნები სადაც ვერაფერს ვერ იტყვი დამკვირვებლები იქნებიან მხოლოდ რაღაცა კვაზი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ისე მთავრობის კი ბატონო, გააკეთეს ევროპელებმა განცხადება, რომ ელთოუდირისთვის არავის მიუმართავს თურმე ამ არჩევნებთან დაკავშირებით. და არასამთავრობო სექტორი მთლიანად კასტრირებულია. ნუ არ ვიცი, ეგეთ ძიმე სიტუაცია საარჩევნო თვალსაზრისითაც მათ შორის, ხო, არასდროს არ ყოფილა და ამ პირობებში რა ვიცი, ძნელად წარმომიდგენია. საუკეთესო ვარიანტი ჩემის აზრით არის ისე ვიმეორებ, რაღაც ალტერნატიული საარჩევნო გარემოს შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ლეგიტიმაცია შეიძლება არ გქონდეს იმ ხელა, რა ხელაც ექნებოდა დაუშვათ ახალ არჩევნებს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რაღაცა, მაგრამ მინიმუმ იმას მაინც დაგვანახებს, რომ საზოგადოება საითარი და რაღაცნაირად ეს ერთგვარი რეფერენდუმის გამოვა, ხო. კი ბატონო, მართალს ვცანებთ. 200 დღეზე მეტია ადამიანები თავიანთ პროტესტს გამოხატავენ ქუჩაში. როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხან შეიძლება ასე გაგრძელდეს, რას მოიტანს ვთქვათ?
ეს ქუჩის პროტესტი გარდა იმისა, რომ სოფლიოს გავაგებინეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს ჩატარებული არჩევნები, დემოკრატია, გავაგებინეთ. გასაგებია, მაგრამ ამის შემდგომ რა ხდება? რამდენი ხნის მანძილზე შეიძლება იდგეს ადამიანი და გამოხატავდეს პროტესტს ქუჩაში, მით უმეტეს როცა გაანახევრეს ეს ადამიანები, ზოგი ჯარიმის შიშით, ზოგი დაჭერილია, ზოგი დაჭერის შიშით, ვეღარ გადის და ვეღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს. ისევე როგორც ყველას იმ ადამიანს, რომელსაც გული შეტკივა მდგომარეობაზე, მეც გასული 200 დღის განმავლობაში უფრო ადრეც რამდენჯერმე დამემართა, ხო, ეს რაღაც აპათია, რომ არაფერი არ გამოვა, რომ ეს რაღაცა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ასე შემდეგ, ანუ უკეთესობისკენ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება, კრიზისი არ თორდება და რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც დინამიკა არსებობს, ხო? და ეს დინამიკა მარტო საგარეო ფაქტორი არ არის, ეს შიგნითაც ხდება რაღაცები, რომელიც ჯერ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს ახლა. გულისხმობთ თქვა საკადრო ცვლილებებს? პირველ რიგში საკადრო ცვლილებებს გულისხმობ, რა მოხდა ხო ბოლო ხანებში, ესე იგი ყველა ეს ადამიანი, რომელიც დასანქცირებული იყო, გაუშვეს თანამდებობიდან. მე მინდა მივმართო და ალბათ მართლა არ ჭირდება თვითონაც ჩვენ რა ხდებიან იმ ადამიანებზე ვამბობ რომლებიც შე კიდევ არიან ოცნების სამსახურში როგორ ექცევა ოცნება იმ ადამიანებს რომლებიც მას გვერდით უთქვას ხო რომ ვიყენებს როგორც პაიკებს წირავს დაასანქცირებინა ეს ხალხი და მე იმის მაგივრად რომ რაღაც გვერდში დადგმო და სანაგვეზე მოიწვა თუმცა ბატონო ირაკლი აქვე მინდა ჩემი გულისწყრომაც ალბათ გამოვხატო ამ შეკითხვით დასანქცირებული მთავრობის წევრები სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან იყვნენ იტალიაში წასულები და 2 თვის წინ გახსნილი საკონსულო ხელახლა გახსნეს. ხო არ ვიცი ზოგიერთი ალბათ ზოგიერთ ქვეყანა ჯერ კიდე ვერ მოასწრო რაღაც პროცედურების გატარება. ესეც დროის საკითხია ჩემის აზრით. ფაქტია რომ დასანქცირება იყო ძალიან მტკივნეული ამბავი და ალბათ გაგრძელდება და ის რომ ეს დასანქცირებული ადამიანები პრობლემა იყო ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის გამოჩნდა საკადრო გადაწყვეტილებებში. აი მეგობარი აქტი თუ დამტკიცდა და მიიღეს ამერიკელებმა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? საქმე რა შეიძლება რა შეცვლის ამ აქტის მიერ? ევროკავშირი ახლა ახალს არაფერს არ ვამბობ, ევროკავშირი არის ძალიან რადიკალურად განწყობილი და ძალიან მონდომებული იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიის რაღაც ბოლო ნამცეცები მაინც შენარჩუნებული იყოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის კოლეგიალური ორგანო. განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც ერთი სახელმწიფოა, წარმოიდგინეთ ერთი სახელმწიფო, ერთი გადაწყვეტილების მიღების პირებით და იგივე დაახლოებით იგივე პოლიტიკური წონის და ძალაუფლების და შესაძლებლობების, როგორც ევროკავშირი. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მეგობარი აქტი იქნება მიღებული, ჩვენ უნდა ველოდეთ გაცილებით უფრო სწრაფ, გაცილებით უფრო ხის გადაწყვეტილებებს ამერიკის მხრიდან. და კიდევ ერთხელ უნდა ევროპა შეიძლება ბევრი რაღაცის გადაწყვეტის სურვილი ქონდეს, მაგრამ ამ რაღაც კოლეგიალობის და იქ რაღაც ჩანერგილი 2-3 ქვეყნის გამო, რომლებიც პირდაპირ რუსეთის კვაზი რეჟიმები არიან, ვერ ახერხებდეს. ამიტომ მე მესმის ოცნების ნერვიულობა, გახსოვთ ალბათ, როდესაც კონგრესში შედგა განხილვა, როგორი ისტერიკა სუფევდა სოციალურ ქსელებში და იმედი მაქვს, რომ მალე მიიღებენ ამ აქტს და მისი ეფექტურობის ჯერა, მოკლედ თქვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. თქვენ ყოველთვის თქვენი ხედვით გამოირჩევით. შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს, როდესაც თქვათ ადამიანები მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ და ესე ვთქვათ, აღფრთოვანებით არ ვსაუბრობთ რაღაც მომენტებზე და უფრო მეტად ვთქვათ, პესიმიზმით შეიძლება გამოვავლინოთ რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით. მე ხშირად მიმიღია ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, რომ ძალიან პესიმისტურად უდგები. იცით, ეხლა რა მდგომარეობაშიც ვართ, მე სწორად მინდა იქნე გაგებული. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ამბავი. ანუ ვინ ვისკენ არის, ვინ რომელი პარტია უფრო მოსწონს ან არ მოსწონს, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვინ კონსერვატივია. მე მგონი ნებისმიერი საყად მოაზროვნე ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს ახლა ისეთი მყიფე სიტუაცია, ისეთ ცუდი სიტუაცია, რომ
რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება ასეთ სერიოზული ცუდი კატაკლიზმი, არეულობა. ბატონო ირაკლი, ფაქტიურად დავემშვიდობეთ ევროინტეგრაციის პროცესს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ძალიან დიდი ალბათობა გვაქვს იმისა, რომ შესაძლოა სულ მალე აღმოჩნდეთ რუსეთის გუბერნია. თუ რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდებით ჩინეთის გუბერნია, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობდნენ ევროპასა და ამერიკაში, ექნებათ რკინის ფარდა ჩამოფარებული და პლუს ამას ეკონომიკური ეფექტი. და პლუს ამას დავამატებ, რომ აი რასაც ახლა ხელისუფლება ამის საპირწონეთ რასაც დებს, რომ სტაბილურობა და რაღაც. აი პირველ რიგში სტაბილურობის შეგრძნება ნამდვილად არ აქვს ქართველებს დამერწმუნეთ. სტაბილურობას ექნება ხიფათი. ეს პროცესი შეუძლებელია ხალხო. ეს კრიზისი, ვისაც ახლა გონია რომ აი ქუჩაში გავახედავს, მანქანები დადიან, სუპერმარკეტები ღია და რაღაც ყველს და მაკარონს ყიდულობთ და ესე შემდეგ. საკმაოდ ძვირად. ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს საფრთხეები, მათ შორის ქვეყნის და საზოგადოების სტაბილურობის დაკარგვას, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი ადრე თუ გვიან ამ ფაზაში შედის ხოლმე. გამოსავალი არსებობს, ეს არის გადატვირთვა პოლიტიკური სისტემის, ეს არის ახალი რიგარეში არჩევნები. რომელიც ჩატარებას ქართულ ოცნებას არ უნდა. ხო. სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ არსებობს. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სასწაულებრივად ალბათ შეიცვლება რაღაცა და ადამიანების უმრავლესობა როცა გააცნობიერებს რას ვუქადით ჩვენს ქვეყანას და საით მივდივართ და რა მოყვება თქვა ჩრდილოეთისკენ წასვლას, მე ალბათ გაცილებით უფრო დაჩქარდება პროცესები და ადამიანები ალბათ უფრო მეტნი მოითხოვენ ხალხალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ნამდვილად არის კრიზისიდან გამოსავალი. გეთანხმებით. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ რადიო ძველი ქალაქის დირექტორი, ჟურნალისტი და მწერალი ირაკლი მაჩიტაძე. მადლობა რომ გიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.